სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავიდეთ 38 ნაწილზე და ნელა მივყვებით მას, რომელიც 1990 წლის 25 მარტს იქნა ჩაწერილი. შემდეგ კითხვა სვავს ქეროლი, სალამი ჯონ, მე მქვია ქეროლი. ხომ არ გვეტყვით, რატომ იყენებენ 50-იანთა ეკლესიები პასტორ ქალებს? იცით რომ ეკლესია 50-იანელები, პენტაკოსტელები, პენტაკოსტა, პენტა 50 ნიშნავს. ხშირად საქართველოში ესე არის ცნობილი, ხომ? ეხლა კი მალავენ თავიანთ რაღაცა სახელს და აკეთებენ აქცენტს აი სახარების რწმენის ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია აქ და იქ რუსთავში, მაგრამ ისინი არიან 50-იანელები, პროტესტანტობის განყოფილება, რომელიც არის პენტაკოსტელები, 50-იანელები. და არის ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც ქვია ასევე ხარიზმატული მიმდინარეობა, ხარიზმატული და აქ შედიან პენტაკოსტელებიც ბუნებრივია, მაგრამ მათ აქვს ბევრი განშტოებები. და არის ეს ტენდენცია, რომ ქალები პასტორებად ინიშნებიან. და ჯონს ეკითხება ქეროლი ამას. პენტაკოსტურ ეკლესიაში რატომ არიან ქალები პასტორებად? რატომ ყავთ 50-იანელთა ეკლესიებს წყემსი ქალები? ბიჭოს, რატომ? კითხვებზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია. სოთაშორის არა მარტო მათ, სხვა ბევრი ეკლესიასაა, სადაც უკვე წყემსები არიან ქალები, პასტორებად ქალებს ნიშნავენ. და ეს არ არის მხოლოდ 50-იანელთა ეკლესიები. დარწმუნებული ვარ, თქვენ კარგად იცით, რომ მეთოდისტურ ეკლესიაში უკვე დიდი ხანია ყავთ ქალები წყემსებად. პრესვიტერიანულ ეკლესიაში არიან წყემსები ქალები, ეპისკოპალურ ეკლესიაში არიან წყემსები ქალები, ბაპტისტურ ეკლესიაში უკვე გაჩნდნენ პასტორი ქალები და მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ბაპტისტურმა ეკლესიამ რამდენიმე ქალი უკვე წარადგინა ქალი პასტორად. და არსებობს სხვა მრავალი ეკლესიები, სადაც ქალები ხელდასხმულები იქნებიან. ინფორმაციისთვის მე მინდა ქართულ მსმენელებს გარკვეულობა შევიტანო, რომ ბაპტისტურ ეკლესიებს ხო აქვს ძალიან ბევრი ასევე თავითენთი გაშტომებები. ამიტომ როცა ახსენებენ ბაპტისტურს, არ გეგონოთ, რომ აქ ყველა მოიაზრება. მაგალითად, სამხრეთ ბაპტისტური კონვენცია, რომელიც არის ყველაზე დიდი პროტესტანტული განშტოება ამერიკაში, ეს ძალიან მკაცრად კონსერვატორული, ყველაზე მკაცრად კონსერვატორულია და მათ რა თქმა უნდა არ იგულისხმია. მათი სემინარია კენტაკის შტატში, ლუისვილი თუ არ მეშლება და მოჰლერი, ესეთი ძალიან ესეთი პიროვნება, განათლებული პიროვნება, ის არის რექტორი ამ სემინარის და ასევე მე რამდენად ვიცი, დალასის სემინარიაც ამ სამხრეთ ბაპტისტული იმაში მოიაზრება. და ეს არის ძალიან სერიოზული, მაგრამ სიტყვა ბაპტისტები არ დაგვაბნიოს, თუ კანადური ბაპტისტები არის პირველი ბაპტისტური ეკლესია, ჩრდილო ბაპტისტები, ჩრდილო ამერიკული ბაპტისტები და ძალიან ბევრი განშტოებები, ევროპაში საერთოდ ბაპტისტები ხო როგორ გითხრათ. და ჩვენთანაც თუ შეატყობდით საქართველოში თბილისში მალხაზ ოღულაშვილის ბაპტისტური ეკლესია ძალიან ლიბერალური გახდა, ძალიან უკვე ჰომოსექსუალისტების, რა ქვია, თან ერთად ლოცვებიც აქვს, ნუ ქალბატონი ეპისკოპოსად დანიშნა, ხომ იცით არა, რუსუდანი, მისი დიშვილია თუ ძმისშვილია და ის არანაირად არ წარმოადგენს იმ ბაპტისტების ეკლესიას, რომელშიც თუნდაც ჯონ მაკარტური მოდიოდა ბაბუიდან და მამიდან და იქიდან. ჯონ მაკარტური ახლა არანაირ დენომინაციას არ ეკუთვნის, ის არის განდგომილი, საერთოდ დამოუკიდებელი და ასოცირებას და აპლიკაციას affiliation, რასაც ეძახიან, ხო? არავისთან არ ასოცირებს რაღაცა გარკვეული მითი, რომ მას მიუსადაგონ. აი ბევრი ამბობს, აი მაგალითად ამბობენ, რომ როგორც რობერტ სპროული პრესბიტარიანია, მაგრამ კალვინისტია, ხო? პირდაპირ გაგებით კალვინიზმი ძალიან ისეთი რეფორმაციული თეოლოგია. ჯონ მაკარტური უარყოფს ამას, რომ კალვინისტები პირიქით აკრიტიკებენ, რომ ის ხუთხარისხის კალვინისტი არ არისო. და ამას ესე იგი ვერ მიაკუთვნებთ ვერავის. რატომ აკეთებენ ამას? აგრძელებს ჯონ მაკარტური. არსებობს მრავალი მიზეზი. ზოგიერთი მაგალითად ტრადიცია ისტორიულია. 50-იანთა ეკლესიას დაარსების დღიდან ყოველთვის ყავდა ხოლმე მწყემსი ქალები. რადგან თავდაპირველად ის ძირითადად ქალების მიერ იყო შექმნილი და ფიქრობ ის უფრო თავიანთ საკუთარ სულიერ გამოცდილებაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე წმინდა წერილზე და დოქტრინაზე, რომელიც წერია პავლეს მითითებით, რომ პავლე არ აძლევს ქალებს სწავლების უფლებას. მეშვიდე
დღის ადვენტისტები, ეს უკვე მე დავამატე, თანადამფუძნებელი იყო ელენ გოლდ უაიტი. ეს რატომღაც არ გაახსენა ჯონ მაკარტურს და მე თავისუფლება მივეცი, რომ დამემატებინა. თანადამფუძნებელი, ესე იგი, წარმოვიდგინეთ ელენ გოლდ უაიტი. შესაბამისად, ქალები ერთგვარად ხელმძღვანელობდნენ ამ გამოცდილებით და არ არსებობდა ძლიერი თეოლოგია. საერთოდ არ იყო ძლიერი თეოლოგიური საფუძველი, როდესაც ეს მოძრაობა ლაპარაკია ხარიზმატული პენტაკოსტელების 50-იანების მოძრაობა, როცა ჩაისახა. და ეს, რო იცოდეთ, ეს არ არის ძველი. ეს არის ძალიან ახალბედა, შეიძლება 100-200 წელს არ გადააჭარბოს. ასევე მორმონები მე-19 საუკუნეში აფეთქება იყო სექტანტიზმის ამერიკაში. აფეთქება. მაგრამ ძირითადი დენომინაციები, რომლებიც გადმოვიდნენ ევროპიდან, ეს იყო რა თქმა უნდა ბაპტისტები, ანაბაპტისტები, მენონიტები იყვნენ ძველესი იქიდან ევროპიდან რომ მოდიან. და როცა არსებენ უკვე ამერიკის კონტინენტზე კოლონიებს, იქ რა თქმა უნდა პურიტანები იყვნენ ანგლიკარულ ეკლესიას გამოყოფილი ქრისტიანები, პურიტანები. და აი პურიტანების იმაზე აღმოჩნდა ძალიან ბევრი, ძალიან კარგი ქრისტიანული მიმდინარეობები. ასევე პრესბიტერიანობა, ესეც მოდის შოტლანდიურიდან, ჰოლანდიური სკოლიდან, იქიდან არის ლუთერიანობა, იცით უკვე ეს მარტინ ლუთერს მოყვა და ეგენიც ლუთერიანები ევროპიდან გადმოვიდნენ. მაგრამ აი ეს ბოლო სექტები დაუშვათ მიმდინარეობები, ხო, უფრო წარმოიშვა უკვე ამერიკაში მე-19 საუკუნეში, როგორც გითხარით, იეჰოვას მოწმეები, პენტაკოსტალიზმი, რომელიც დიდად განსხვავდება, მოდი თქვა, ხო, პენტაკოსტელები ვერ შეადარებს მაკარტური მაგათ იეჰოველებს და მორმონებს და თუნდაც მეშვიდე ადვენტისტებს, ხო? და მას მეგობარი ჯონ პაიპერი ყავს 50-იანელებიდან და არიან ძალიან კარგი 50-იანელები ბიბლიაზე როს ზიან და აგრძელებენ. მაგრამ აი ეს ტენდენცია ქალების მათ ქონიათ. თანამედროვე პერსპექტივიდან აგრძელებს ჯონ მაკარტური Foursquare მოძრაობა, Foursquare, ესე იგი რაღაცა 4კუთხედი იმიდან კვადრატიდან გამოსული მოძრაობა, ესე ქვია Foursquare. 4კუთხიანი მოძრაობა ძირითადად წარმოიქმნა და დაარსა ქალმა Aim Semple McPhersonმა, რომელსაც ჰქონდა ნამდვილი გავლენიანი მსახურება აქ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. ასე რომ მასში ასევე არის ისტორიული ელემენტებიც. ეს არ იქნებოდა მართალი, რომ გვეთქვა ისტორიული წანამძღვრები პრესვიტერიანულ, ბაპტისტურ, ეპისკოპალურ თუ მეთოდისტურ მხარეზე. არა, ამათში ეხლა უკვე თანამედროვე დროში, აი ეხლა მე-20 საუკუნეში მე-20 საუკუნის მიწურულს დაიწყეს ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის გვიანი ამ დენომინაციების, რომელიც მე ჩამოთვალე, გვიანი კაპიტულაცია ფემინისტური მოძრაობის მიმართ, რაც სრულიად განსხვავებული საკითხია. ხედავთ, თუ ესე იგი პენტაკოსტელებს ეს ტრადიციულად ისტორიულად აქვს, აი ამ დანარჩენ დენომინაციებმა ეს უკვე ფემინისტური მოძრაობა ისე გაძლიერდა ქალთა უფლებები, რომ იძულებულები იქნენ, რომ კაპიტულაცია მოეხდინათ და დაეყარათ ფარხმალი და წასულიყვნენ ამ გარიგებაზე. მაგრამ ისტორიული 50-იანთა პოზიციიდან ამ ჯგუფების უმეტესობა უბრუნდება ერთგვარ საერთო წყაროს, სადაც ქალები ძალიან მაღალი დონის ლიდერების პოზიციაზე იყვნენ. ეს იყო ერთგვარი ისტორიული რამ. და როგორც კი შეხვალთ თქვენ აი ამ რაღაცა ნაკადში, დაინახავთ, რომ ქალების სახურებას აქვთ როგორც ჩანს, ხალხი უკვე მათ ქადაგებენ და აკეთებენ ძალიან კეთილ საქმეებს თავიანთი აზრით და მოკლედ ლიდერის პოზიციაზე ინიშნებიან. სკოლიოს სახით ალბათ უნდა ითქვას, რომ ბიბლიური თვალსაზრისით წმინდა წერილში არანაირად არ არის ტოლერანტობა ეკლესიის მხრიდან ქალ ლიდერების მიმართ. გარდა იმ ქალებისა, რომლებიც სხვა ქალებს ხელმძღვანელობდნენ. მაგალითად, ხანდაზმული ქალები უნდა ასწავლიდნენ ახალგაზრდა ქალებს. ეს მოცემულია პავლეს წერილებში და უძღვებოდნენ მათ შვილებს აღზრდაში. მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა შექმნა ადამის დამხმარედ. ასე რომ კაცი და ქალი ისე იყო შექმნილი, რომ მამაკაც ეხემძღვანელა და ქალი კიდე დახმარებოდა, შემწე ყოფილიყო მისი. და მოდის ადამის ხელმძღვანელობით მის დაქვემდებარებაში. და ჩვენ ვილაპარაკეთ წინა კითხვებზეც ამაზე. ის რამაც ფაქტიურად ადამიანთა რასა, კაცობრიობის რასა, ამ საშინელ ჩიხში შეიყვანა და ჭაობში ჩააგდო,
იყო ის, რომ ქალი გამოვიდა ამ იერარქიიდან და ამ მორჩილებიდან და ის მოქმედებდა დამოუკიდებლად და ამიტომაც შესწოდა მან. ის არ დაკითხვია ადემს, როდესაც სატანამ შესთავაზა ხილის დაგემოვნება. და საეჭვო, უცნობ და კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ გზას დაადგა. და უცებვე ამ დროს უკვე კაცი ადამი ქალის ევას დაქვემდებარებაში აღმოჩნდა და გაყვა მისი ცოლის გზას და დაუჯერა მას. თავად ადამი კი არ მოტყუებულა, მან მხოლოდ იმიტომ შეცოდა, რომ მისმა მეუღლემ პირველი შეცოდა და მან ევას დაუჯერა. ახლა სანამ ძალიან გაბრაზდებოდით ადამიანზე, მამაკაცების საყურადღებოდ, კარგად დაფიქრდით კაცებო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ამ კარგი, რაც ჩვენმა მეუღლემა გააკეთეს. ასე რომ არ იმას ვქნათ, არ გავბრაზდეთ მათზე. ასე რომ შენც რომ ყოფილიყავი ერთადერთი მამაკაცი იმ სამყაროში დარჩენილი და შენი ცოლი იყოს ერთადერთი ქალი, შეიძლება რომ შენც იგივე დაგმართნოდა. ასე რომ ევა გამოდის ადამის ძალაუფლებიდან და ადამი რჩება ქვეშ, ძალაუფლების, ევას ძალაუფლების ქვეშ, დგება. და მთელი საქმე ასე გადაიხლართება. მაგრამ ჩვენთვის იცით რა არის საინტერესო? როდესაც ჩვენ უბრუნდებით იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანის ცოდვაზე, პავლე ამბობს, როგორც რა, პავლე არ ამბობს, როგორც ევაში ყველა მოკვდაო, არამედ ის ამბობს, რომ როგორც ადამში ყველა მოკვდა. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამმა დათმო თავისი ხელმძღვანელობის როლი და ევა მის ხელში ჩაიგდო, უზურპაცია გააკეთა, ღმერთმა მაინც დააკისრა პასუხისმგებლობა მის გაჩენილ და დანიშნულ ლიდერს, ანუ ადამს და არა ევას. ადამს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხედავს ადამში იმავე ლიდერს, ვისაც ეს პასუხი მოეთხოვება. ახლა, როდესაც თქვენ შედიხართ ახალ აღთქმაში, ნებისმიერი პატრიარქის მოხსენიებისას, ბიბლია, იცით ხომ? და ძველ აღთქმაშიც ასევეა, არასოდეს არ ამბობს რებეკას ღმერთი. არასოდეს არ ამბობს სარას ღმერთი. არასოდეს არ ამბობს არც ერთი ქალის ღმერთს. ის არის აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. ის არ არის რახელის ღმერთი, არ არის რებეკას ღმერთი და როგორც თქვი არ არის სარას ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ხედავს მამაკაცის ლიდერობას, მეთაურობას. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ბიბლიაში არასოდეს ყოფილა მღვდელი ქალი, არასოდეს ყოფილა დედოფალი ჩრდილო ან სამხრეთ სამეფოში. არ იყო ქალი, რომელმაც ბიბლიის 66 წიგნიდან რომელიმე წიგნი მაინც დაწერა. მოციქულებად არც ერთი ქალი არ იქნა არჩეული. იყო რამდენიმე ქალი, რომელიც ღმერთმა ცალსახად გამოიყენა, რომლებიც ეხმარებოდნენ როგორც იესოს მოციქულებს და ასევე ძველ აღთქმაში მოგვევლინენ ჩვენ ისინი გარკვეულ როლში. როგორც იყო დებორა, თავისი სიტყვის სათქმელად ერთხელ, თუმცა გახსოვთ, მან ლიდერის როლი უკვე სხვას დაუთმო. იყო შემთხვევა, როდესაც ფილიპეს 4 ქალიშვილი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ლაპარაკობდნენ, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ არ ქონდათ გრძელვადიანი პერმანენტული სახის ფორმის სახურება. ასე რომ წმინდა წერილში არის ძალიან მკაფიოდ მითითება, წინიდან უკან, თავიდან ბოლომდე, რომ ხელმძღვანელობა, ლიდერის პოზიცია მამაკაცებს აკისრიათ. და ის, რასაც დღეს დილით ვამბობდი, ერთგვარად ეხება ამასაც. როგორ დაგვაპროექტა ღმერთმა ჩვენ გენეტიკურად, ზუსტად ისე, როგორც ამ როლების შესაფერისად. გასაგებია ხომ? დიახ, გმადლობთ და გმადლობთ თქვენს კითხვისათვის, ქეროლ.